ბაკურ კვაშილავა ჩაგვირთვება პირდაპირ ეთერში, ის თავისუფლების მოედანს წარმოადგენს. ბატონო ბაკურ, მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი პოლიტიკოსი ბრძანდებით და ალბათ უპრიანი იქნებოდა, ჯერთ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საქართველოს საკითხები არის ყველაზე მთავარი, რაც თქვენ და ჩვენ საზოგადოებასაც აწუხებს, ვფიქრობ, უნგრეთში მიმდინარე არჩევნები მნიშვნელოვნად უკავშირდება მათ შორის საქართველოში პოლიტიკური რეჟიმის ყოფნა არ ყოფნის და მისი სიძლიერის საკითხებს. როგორ შეაფასებთ მიმდინარე არჩევნებს? 38%-მა მომრჩევლების საერთო რაოდენობისა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ხედავთ ასევე უნგრეთის ქუჩებიდან ხალხის დიდი რაოდენობის კილომეტრიან რიგებს. პირველ რიგში მინდა რომ თქვენს მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ასევე ჩვენს მაყურებელს. აღდგომა არის განახლების ნიშანი და ეს განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, იმედია რომ ეს დღესასწაული ჩვენ მოგცემს ამის შესაძლებლობას, რომ მალე ვიხილოთ ის ცვლილებები, რომლისთვისაც დიდი ხანია ვიბრძვით. რაც შეეხება უნგრეთში მიმდინარე არჩევნებს, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, დიდი ალბათობით ტისა გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და დამთავრდება ორბანის მმართველობა. ეს ძალიან კარგი იქნება დემოკრატიული სამყაროსთვის, თავისუფალი სამყაროსთვის, კარგი იქნება საქართველოსთვის, მე ვიტყოდი და ამის ძალიან კარგი შანსები არსებობს. თვითონ ის ფაქტი, რომ აქტივობა იყო ძალიან მაღალი, მიუთითებს იმაზე, რომ ხალხს უნდა ცვლილება და ამ ცვლილებისთვის ისინი აკეთებენ ყველაფერს და ამ შედეგებს ჩვენ მალე ვნახავთ. კი ბატონო, რატომ ამბობთ ასე გადაჭრით, რომ უნგრეთში ორბანის მმართველობის დასრულება ნიშნავს დემოკრატიის გამარჯვებას და რატომ გულშემატკივრობთ იქ პოლიტიკური წყობის ცვლილებას? ხედავთ მაგალითად, როგორ გულშემატკივრობს სუპერ სახელმწიფოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორბანს და უნგრელებს მოუწოდებს, რომ აი ავაშენებთ თქვენ ქვეყანას, თუ ისევ ორბანს აირჩევთ ხელისუფლებაში 16 წლის შემდეგაცო. ძალიან უცნაურია ეს დემოკრატიული სამყაროს პირველი პირისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზავნილებს არ ერიდება დონალდ ტრამპი, მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი იყო კიდეც ჩასული რამდენიმე დღის წინ უნგრეთში. არ ვიცი რამდენად დაეხმარა დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ორბანს, მაგრამ ფაქტია, რომ საარჩევნო სისტემა არის მთლიანად მორგებული მასზე და როგორც ამბობენ, ამ სისტემაში იმალება ამ დეტალებში ეშმაკები. კი, ბევრი რამ რაც თქვენ აღნიშნეთ ნამდვილად ასე, განსაკუთრებით რაც საარჩევნო სისტემას შეეხება, მაგრამ განსხვავებით საქართველოსგან, უნგრეთი ევროკავშირის ქვეყანაა და მაინც ვერ მოახერხა, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებულიყო ისეთ კონსოლიდირებულ დიქტატურად, როგორც ეს სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ ამ დრომდე მოახერხა საქართველოში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემაში ხმების გადანაწილება ის, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, რომ ოლქები ისე არის შედგენილი, რომ შესაძლოა გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდეს ფიდესის პარტიას, საბოლოო ჯამში მაინც, როგორც თვლიან, დაახლოებით 7-8%-ის უპირატესობა აბსოლუტურად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მაგიარის ტისამ გაიმარჯვოს და წინადღის გამოკითხვები აჩვენებდნენ იმას, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. თვითონ ის ფაქტიც, რომ დილას ძალიან დიდი რაოდენობა უკვე ამომრჩევლების იყო მისული საარჩევნო ყუთთან, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის სტატუს კვოს მომხრე ხალხი, ეს არის ის ხალხი, რომელსაც სურს ცვლილება და უკვე დიდი ხანია ეს ორბანის მმართველობა აღარ პასუხობს უნგრელი ხალხის ინტერესებს. უნგრეთი დღეს სამწუხაროდ იყო ჩამოყალიბებული როგორც ევროკავშირისთვის, მე ვიტყოდი, სრულიად უცხო სხეული და ეს იყო მთლიანად ორბანის დამსახურება. მან საკმაოდ წარმატებით ითამაშა მემარჯვენე სენტიმენტებზე, მაგრამ სწორედ მისი პარტიიდან გამოსულმა მაგიარმა მოახერხა ის, რომ უფრო ასე ვთქვათ, ზომიერი ფლანგის მხარდაჭერის მოპოვებით შეძლო იმ მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება, რომელიც განაპირობებს, მე ვიტყოდი, ალბათ მის ძალიან დიდი ალბათობით გამარჯვებას. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მოგეხსენებათ, როგორი, ასე ვთქვათ, მმართველობის სტილი აქვს მას, ის უფრო მე ვიტყოდი, რომ ძალიან ისე რომ ვთქვა, ზოგადად და ფართოდ უყურებს ხოლმე მოვლენებს, ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, მისთვის მთავარი იყო
ორბანის მემარჯვენე იდეოლოგია, ულტრამემარჯვენე იდეოლოგია, პრინციპში ესე რომ ვთქვა და აღმოჩნდა ისე ტრამპი და პუტინი დღეს ერთი და იგივე ადამიანს უჭერდნენ მხარს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მაგიარის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთს კიდევ უფრო კარგი ურთიერთობები ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვიდრე ეს ორბანის დროს ჰქონდა. მაგიარიც როგორც უნგრელი ანალიტიკოსები ამბობენ, საკმაოდ საკამათო ფიგურაა. მას საქართველოსთან პარალელში ადარებენ კიდევ ზოგიერთ პოლიტიკოსს, ვინც წლების განმავლობაში რჩებოდა ივანიშვილის წიაღში, რადგან თავად პეტერ მაგიარი მხოლოდ 2024 წელს დაუპირისპირდა ვიქტორ ორბანს, მანამდე მისი კაბინეტის წევრი იყო, მისი ცოლიც იყო ორბანის იუსტიციის მინისტრი. ისინი ერთად აღარ არიან, მისი ყოფილი მეუღლე რჩება ორბანის გუნდში. აქვე ჩვენ შეგვიძლია ორბანისა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ახლო მეგობრობაზეც ვისაუბროთ. ორბანი ალბათ არის ერთადერთი პოლიტიკოსი დღეს ევროკავშირში, რომელიც ღიად უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს, მეგობრობდა ჯერ ირაკლი ღარიბაშვილთან და მას უბადლო ლიდერს განსაკუთრებულს უწოდებდა. მერე უკვე ციხეში ღარიბაშვილის დაპატიმრების შემდეგ ირაკლი კობახიძე გახდა მისთვის სამაგალითო ადამიანი და რაღაც მემარჯვენე იდეებში საერთო ხედვებზე უამრავი ქათინაური უთხრა არაერთხელ. აი ცოტა ხნის წინ გადიოდა ჩვენთან კადრები პროდიუსერს ვთხოვ ისევ გავუშვათ. უნგრეთში საარჩევნო უბნიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ შედიან ადამიანები კენჭისყრის სივრცეში და ამ მომრჩეველს არაძლევენ კონფიდენციალურად ხმის მიცემის შესაძლებლობას. ამოწმებენ ამ მომრჩეველმა ეგრეთ წოდებული სწორი კანდიდატი შემოხაზა თუ არა და ვიცით რომ თიზა და ფიდეში მაგიარის და ორბანის პარტია არის დღეს მთავარი მოწინააღმდეგეები, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ორბანმა შექმნა ნარატივი, რომელზეც მთელი ამ წლების განმავლობაში აწყო მისი მმართველობა და ეს არის ომის შიში, რომელიც ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, გასული არჩევნების სწორედ ამაზე ააგო ქართულმა ოცნებამ. ეს არის პირველი მსოფლიო ომი და ზოგადად უნგრეთის ისტორიული ტრამვები, ერთ დროს ათეისტი ორბანი ახლა ქრისტიანობის ძალიან ფსევდო დამცველად გამოიყურება და ამითაც ძალიან გავსის ქართულ ოცნებას. რას მოიგებს ან წააგებს უნგრეთის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში ქართული ოცნება და ჩვენი ქვეყანა? ქართული ოცნება დაკარგავს ისეთ მხარდამჭერს, რომელიც ყოველგვარი პრინციპების, ასე ვთქვათ, და ღირებულებების საპირისპიროდ და უსიტყვოდ უჭერდა მას მხარს და არაძლევდა საშუალებას ევროკავშირს, რომ შეემუშავებინა მედითი სანქციების პაკეტი ქართული ოცნების კონკრეტული მესვეურების მიმართ. რაც შეძლო ვთქვათ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რაც შეუძლია და გააკეთა კიდეც დიდმა ბრიტანეთმა და ამით სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ოცნებას. ეს ნამდვილად შეიცვლება. ეხლა რაც შეეხება ქართული ოცნებისა და ორბანის ფიდეშს შორის კავშირებს, აი აქ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს თუ რამდენად ოპორტუნისტულია ეს კავშირი ქართული ოცნების მხრიდან, მინიმუმ ქართული ოცნების მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ რომ ჩავხედოთ ქართული ოცნების პარტიის წესდებას, იქ წერია რომ ეს არის მემარცხენე ცენტრისტული ორგანიზაცია. რამდენჯერმე შევალეს წესდება, ეს მაინც არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ, იმიტომ რომ რეალურად ქართული ოცნებისთვის იდეოლოგიას ან რაიმე ღირებულებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის არსებობს ერთადერთი იდეოლოგია, ეს არის საკუთარი სკამის შენარჩუნება, კორუფციული სისტემების შენარჩუნება და შავი ფულის კეთება ერთადერთი მიზნისთვის. სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში და ვერავინ ვერასოდეს ვერ მოახდინოს მათი გაკრიტიკება, შეცვლა, ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, იქნება ბიზინა ივანიშვილი, რომელიც თავისივე მომხრეებს, თუკი გადაწყვიტა რომ მათ უფრო მეტი თანხა მიიღეს აი ამ კორუფციული გარიგებებიდან, ციხეში ჩასვამს, როგორც ეს მოუვიდა ორგზის საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ანუ ქართული ოცნება მემარცხენე სოციალისტური პარტია დღეს არის მემარჯვენე პარტიების რიგში, იმიტომ რომ სხვაგან უბრალოდ ვერ იშოვა პარტნიორობა. აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ქართული ოცნება არის
ნამდვილად უსამშობლო, უტრადიციო, უღირებულებო და ოპორტუნისტი, ანუ ვიგოდნიკი პარტია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულება, არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს არც ხალხის, არც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ. მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში. ამიტომ მისი ეს კავშირი ორბანთან არის ეფემერული, ეს არის ყველანაირ შინაარს მოკლებული და როგორც ორბანი იყო ათეისტად, დარჩა ათეისტად, ისე არიან ზუსტად ქართული ოცნების მესოურები, რომლებიც აი ესე გამოიყენეს ეს ბოლო მოვლენები იმისთვის, რომ თითქოს ეჩვენებინათ რაოდენ მორწმუნეები და რელიგიურები არიან. ისინი და დღესაც უხეშად ერევიან ეკლესიის საქმეებში და აი ლობირებენ აი კონკრეტულ კანდიდატურას. აი მოდი გადავიდეთ ამ საკითხზეც, მოვისმენთ სააღდგომო ლიტურგიის სააღდგომო ეპისტოლეები სხვადასხვა მეუფეებისგან, ელოდით თუ არა თქვენ მოსაყდრეშიოსგან მაგალითად იმ საზოგადოებისადმი ღია მხარდაჭერას, რომელიც უკვე 500 დღეა ქუჩაში დგას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს ძალადობის დასრულებას ამ ქვეყანაში და იმ ადამიანების თავისუფლებას, რომლებიც სრულიად უდანაშაულოდ ჩაყარა ციხეებში რეჟიმმა. იცით რა, მე ესე იგი ამ მოლოდინების შესახებ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პატრიარქი საქართველოსი იმდენად ასე ვთქვათ ბრძენი იქნება, ისევე როგორც მის წინამორბედი იყო, რომ სრულად გაიაზრებს იმას, თუ სად დგას ქართველი ხალხი. სადაც დგას ქართველი ხალხი, იქ ძირითადად ყოველთვის იდგა ხოლმე ქართული ეკლესია. და ამიტომ მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ პატრიარქის ეპისტოლე უკვე ხომ აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. იცით რა, ბატონ ბაკურ, რატომ დაგისვით ეს შეკითხვა? მამა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც მეუფე შიოს გუნდს წარმოადგენს, თქვა, რომ მეუფე შიომ, როგორც მოსაყდრემ, არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას შეეწყალებინათ ადამიანები, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს დაიჭირა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. აი ახლა მეუფე შიოს ჰქონდა შესაძლებლობა ღიად ეპისტოლესში მიემართა ამ შეწყალების შესახებ ხელისუფლებისთვის და მან ეს შანსი არ გამოიყენა. რატომ? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის? იცით რა, აი როგორც ეკლესია არ უნდა ერეოდეს საერო საქმეებში და საერო ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში, აქედან გამომდინარე ალბათ ის რაც მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, სრულიად საკმარისი იყო საზოგადოებისთვის, რომ ეჩვენებინა თუ სად დგას საქართველოს ეკლესია. რაც შეეხება იმას, ეს რატომ არ ითქვა თქვათ ამბიონიდან, ხომ, როგორც ვამბობ. გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება თუ რა სიტყვის უკვე საქართველოს არჩეული კათოლიკოს პატრიარქი მას შემდეგ, რაც მოხდება მისი, ასე ვთქვათ, კურთხევა საქართველოს ეკლესიის წინამძღოლად. და მე ვიტყოდი, რომ თუ ის გაითვალისწინებს იმ გზას, რომელიც მისმა წინამორბედმა გაიარა, მას ეცოდინება, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, მისი ძლიერება პირდაპირ არის დაკავშირებული ხალხთან, საქართველოს ხალხთან და არა იმასთან, ვინც დროებით არის მთავრობაში და მით უმეტეს, როდესაც არის ისეთი მთავრობის წარმომადგენელი, რომლის მხარდაჭერა მაქსიმუმ 25%-ია. როგორც არის დღეს. ზოგადად თქვენი პარტია როგორ უყურებთ ამ ინსტიტუტის გამართულებას? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ისინი მხოლოდ რელიგიური და სასულიერო ცხოვრებით უნდა იყვნენ შემოსაზღვრულები და საზოგადოებრივ აზრზე არანაირი არც გავლენა, არც გზავნილები არ უნდა ქონდეთ. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტიტუცია სასულიერო ხელისუფლება ქვეყნისა იყოს ნაკლებად რუსული გავლენებით, ნაკლებად თუნდაც ნებისმიერი პოლიტიკური გზავნილებით გამორჩეული. რუსული გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს, მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ინსტიტუცია საქართველოში, იმიტომ რომ სანამ რუსეთი ჩვენს მტრად რჩება და მტრად დარჩება, მანამ სანამ ის აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ის ჩვენი მტერი იქნება. ეს არის მოცემულობა. ამ მოცემულობის გათვალისწინებით არამც თუ ეკლესია, ნებისმიერი კომპანია ან არასამთავრობო ორგანიზაცია
რომელიც არის რუსეთის მხარდამჭერი, მისი გავლენის გამტარებელი, თუნდაც ამას მოხალისეობრივ დონეზე აკეთებდეს და აი ეს უნდა ყოფილიყო ძირითადად ფარას შინაარსი, ხო? სინამდვილეში ამერიკული ფარას შინაარსი იყო ის იყო, რომ შენი მეორე სახელმწიფოს დაფინანსები თუ ვინმე მოქმედებს ის გააკონტროლო. ის კი არა რომ გააკონტროლო შენი მეგობარი სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც შენს რეფორმებს უწყობს ხელს და შენი კეთილდღეობის შექმნას. როგორც აი ოცნებამ, ასე ამაზრზენად გააკეთა, ხომ? ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ბუნებრივია, თუ კი რაიმე რუსული გავლენა სადმე არსებობს და მით უმეტეს ეკლესიაში, ამას პირველ რიგში თვითონ ეკლესიამ უნდა ებრძოლოს და მე მგონია, რომ ვინც იქნება პატრიარქი, ამას გაიაზრებს, იმიტომ რომ დღეს რუსეთი არის საქართველოს მტერი და ეს არის რუსეთის არჩევანი, პირველ რიგში ეს ჩვენი არჩევანი არასოდეს არ ყოფილა, ამიტომ ჩვენზე გადმობრალება რუსეთის მტრობის არის ქვეყნის ღალატი პირდაპირ, რომ ვთქვათ. და ხა რაც შეეხება იმას, რომ რა არის რელიგია, პირადად ჩემთვის რელიგია ეს არის ძალიან პირადული. ეს არის ის, რომელიც თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია. ის რომ ისეთი ინსტიტუცია, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, ეს არის გარდაუვალი მოვლენა. ბუნებრივია რომ მოახდენს, იმიტომ რომ ჩვენთან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მორწმუნეა, თვლის რომ მორწმუნეა და რელიგიურია. ერთადერთი რაც ჩვენ შეიძლება ვისურვოთ, ეს არის რომ რელიგიამ და განსაკუთრებით კი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ უღალატოს თავის ტრადიციებს, იყოს ტოლერანტული და იყოს მოწყალე და არა მე ვიტყოდი განკითხავი. იყოს აერთიანებაზე ორიენტირებული, სამართლიანობაზე ორიენტირებული და იმაზე რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ისეთი გზით, რომელიც იქნება საკუთარი მოყვასის დახმარებაზე და მისთვის სიკეთის გაწევაზე ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, ადამიანი იulis თუ არა ეკლესიაში. დიდი მადლობა.